თავდაცვის ექს-მინისტრისა და მასთან ერთად ბრალდებულ პირთა საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდა დღეს საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოусმინეს სასამართლოს ჩვენება 5 პირმა მისცა. პროცესს დილიდან ესწრებოდა ჩემი კოლეგა გვანცა პაპავაძე, დეტალებზე ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის დღეისთვის ჩანიშნული არსებითი განხილვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების 5 მოწმე დაკითხეს. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამმა თანამშრომელმა 2011 წლის ოქტომბერში სამხედრო პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი გაიხსენეს. მათი თქმით, მოწმეებმა ნახეს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ყვიროდნენ გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადას. რაც შეეხება კიდევ 2 მოწმეს, დღეს დაიკითხა ბრალდების 2 ძირითადი მოწმე, რომლებიც საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილნი. მათი თქმით, მათ ჩვენება მისცეს ეგრეთ წოდებულ სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით. სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ გაწევის, მათ ვარჯიშის პარალელურად აიძულებდნენ შეესრულებინათ მძიმე ფიზიკური სამუშაო, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი უსწორდებოდნენ ფიზიკურად. მოწმეებმა ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და ასევე ალექსანდრე გორგაძე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. დაცვის მხარე მოწმეების ჩვენებას განმარტავს როგორც განაწყენებული სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებად, ხოლო პროკურატურა ამბობს, რომ მოწმეებმა გაიხსენეს სწორედ ის ეპიზოდი, რასაც ედავება გამოძიება ბრალდებულებს. ფიზიკური შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული, მაგრამ არც ქონია ასეც ადგილი. ფიზიკურ შეურაცხყოფად ისინი აღიქვავდნენ ვარჯიშს იმას, რომ წელსევის შიშვლები არბენიეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე და ყვებიან კიდევ ისეთ რამეებს, რაც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი ჩვენებები არის მხოლოდ განაწყენებული ხალხის პოზიცია, ჩვენებები, რომლებსაც ეზარებოდათ სამხედრო სამსახური და მათ მიმართ, რა თქმა უნდა, იმ დროს პრეტენზია არსებობდა და შესაბამისი ზომებიც უნდა მიეღოთ. საველე სწავლებასთან ერთად მათ მიმართ ხორციელდებოდა ისეთი დავალებები, რომლებიც არ შედიოდა წვნაში, კერძოდ ავალებდნენ ფიზიკურ სამუშაოს. და სწორედ იმ მოტივით თქვეს უარი წვნის გავლაზე, ანუ დილისხმის მომზადებაზე, სირბილზე, რომ იყო წინადღის მთელი დღის ფიზიკურად ნამუშევარი. თვითონ დაზარალებულს აღნიშნეს, თუ ისინი ასრულებდნენ ფიზიკურ სამუშაოს, უნდა განთავისუფლებულიყო წვრიდან და ხოლო თუ იყოფებოდნენ საველე წვნაზე, მაშინ სხვა სახის დავალება, როგორც იყო დაუშვათ რაღაც ძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება, მათ კომპეტენციაში, მათ ფუნქციებში არ უნდა შესულიყო. ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა 12 აპრილს 11 საათზე განახლდება, სადაც კვლავ ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ. მადლობა თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.